ქალები, რომლებიც გვიან მშობიარობენ, უფრო მეტ ცოცხლობენ. არარეალურად ჟღერს, რადგან ჯერ კიდევ ითვლება, რომ 30 წელს გადაცილებული ქალბატონი ხანდაზმული ორსულია. დაკვირვებამ კი საპირისპირო აჩვენა. კვლევა 2 სამეცნიერო ცენტრში ჩატარდა. პირველი ბოსტონის უნივერსიტეტში, სადაც 387 ქალბატონის მონაცემები შეაჯამეს. მეორე კი Long Life Family Studies მონაცემებია. ეს არის საერთაშორისო გენეტიკური და გრძელვადიანი სამეცნიერო კვლევა, რომელიც იკვლევს ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობას. მათი შედეგები 462 ქალის დაკვირვებაზეა დაფუძნებული. მოკლედ, მონაცემების თანახმად, ქალებმა, რომლებმაც 33 წლის შემდგომ იმშობიარეს, 90 წლამდეც კი იცოცხლეს. ისინი კი, ვინც 40 წლის შემდეგ გახდა დედა, თითქმის 100 წლამდე მიაღწია. რატომ ხდება ასე? მეცნიერები თვლიან, რომ მიზეზი არაა ის, რომ გვიანი დედობა პირდაპირ იწვევს უფრო ხანგრძლივ სიცოცხლეს. არამედ ის, რომ ქალები, რომლებიც გვიან ასაკშიც რეპროდუქტიულნი არიან, თავიანთი ასაკისთვის ბიოლოგიურად ახალგაზრდები რჩებიან. ეს აღმოჩენა მკვლევარებმა დააკავშირეს დიდ ტელომერებთან. ტელომერები ქრომოსომების დამაბოლოვებელი უბნებია, რომლებიც დნმ-ის ბოლო ნაწილებში მდებარეობს და რომლებიც დაბერების პროცესს აჩქარებენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გვიან ასაკში ბუნებრივად დაორსულებული ქალი ბიოლოგიურად უფრო ნელა ბერდება და ძლიერი გენეტიკური ფონი აქვს. ეს დაკვირვება არ ნიშნავს, რომ ქალებმა დედობა გვიან ასაკში უნდა დაგეგმონ. მათი ორგანიზმი თავად წყვეტს ბიოლოგიურად აქტიურ ასაკს. მაგრამ თუ ბუნებრივად დაორსულდით, თქვენი შვილი, რომელიც შესაძლოა ნაბოლარა იყოს, თქვენი სიცოცხლის გახანგრძლივების მიზეზი გახდება. გამარჯობა, მე გუგა ვარ და ეს პაციენტის მე-20 ვიზიტია. ბევრი ჩვენი გამომწერი გვიკომენტარებს ან ხშირ შემთხვევაში პირად შეტყობინებებში გვწერს, რომ სამწუხაროდ მათ არ აქვთ საშუალება გაითვალისწინონ ჩვენი ექიმების რეკომენდაციები და წელიწადში ერთხელ მაინც მივიდნენ, ესე ვთქვათ, ორგანოების გამოსაკვლევად, მიმართონ კარდიოლოგებს ან ენდოკრინოლოგებს. საუბედუროდ ხშირ შემთხვევაში, ამიტომაც პაციენტები სპეციალისტის ხელში უკვე დაავადების გართულებულ სტადიაზე ხვდებიან. მოდით გავიგოთ, რისი უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს საყოველთაო ჯანდაცვის დაცვის სახელმწიფო პროგრამის გამოყენების დროს. საყოველთაო დაზღვევა, როგორც ჩვენ მას ხშირად მოვიხსენიებთ, საქართველოში 2013 წელს ამოქმედდა. მისი სარგებლობა შეუძლია საქართველოს მოქალაქეს ან პირს, რომელსაც აქვს დამადასტურებელი დოკუმენტი. ასევე შეუძლიათ საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არ მქონე პირებს, ლტოლვილებს ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე და თავშესაფრის მაძიებელ პირებს. მსგავსი დაზღვევა არაერთ ქვეყანაში მოქმედებს. მაგალითად, დიდ ბრიტანეთსა და დანიაში ჯანმრთელობის სერვისები ძირითადად უფასოა. გერმანიაში, შვედეთში, ნორვეგიაში, იტალიაში, ესპანეთში, პორტუგალიასა და საფრანგეთში ძალიან დაბალი თანადაფინანსების სისტემა მოქმედებს. ხოლო უნივერსალური თანადაფინანსების სისტემა არის ადაპტირებული კანადაში, ავსტრალიაში, იაპონიასა და შეერთებულ შტატებში, სადაც სახელმწიფო სრულ ხარჯს არ ანაზღაურებს, თუმცა მცირე ნაწილს ინაწილებს. ჩვენთან აშკარად თანადაფინანსება მოქმედებს, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ გაცილებით მეტი უფლება აქვს, ვიდრე ეს ხალხშია გავრცელებული. სწორედ ამიტომ ჩვენი დღევანდელი სტუმარი არის პირველი არაექიმი პროფესიით იურისტი, ანი მიქიაშვილი. დიდი მადლობა, ანი, რომ გვეწვიე და სამედიცინო სფეროსთან ახლოს არ ხარ, ესე ვთქვათ, უშუალოდ განათლებით, მაგრამ გიწევს, როგორც ვიცი, ამ კვეთასთან, ესე ვთქვათ, ყოფნა და ჩვენ რომ დავიწყოთ ჯანმრთელი ადამიანებით, ესე ვთქვათ. გასაგებია, რომ გამწვავების მდგომარეობაში უკვე მუშაობს, რა უნდა ქნას, გადაუდებელი როცა არის სიტუაცია, ისედაც არ ფიქრობს ადამიანი დაზღვევაზე მიდის პირდაპირ საჭირო ადგილას, მაგრამ თუ ადამიანი ჯანმრთელია, რა შეუძლია მას გაგდოს? ვის შეუძლია პირველ რიგში მიმართოს? სად უნდა მივიდეს? პირველ რიგში ალბათ მაინც სანამ გადავალთ იქამდე იმ საკითხზე, რომ სად უნდა მივიდეს ჯანმრთელი ადამიანი და ასევე არაჯანმრთელიც, ზოგადად პაციენტი. მე ვფიქრობ, რომ პაციენტებმა უნდა იცოდნენ თავიანთი უფლებების შესახებ უფრო ჩაშლილად, ესე რომ ვთქვათ. და მე მინდა რომ გამოვყო რამდენიმე ესეთი ძირითადი უფლება, რაც შემდეგ უშუალოდ არის დაკავშირებული სამედიცინო მომსახურების მიღებასთან. პირველი და უმთავრესი ეს არის ის, რომ ყველა ადამიანს, ყველა მოქალაქეს, რომელსაც სურს, რომ სამედიცინო სერვისებით ისარგებლოს და რომელიც უკვე პაციენტად იწოდება, აქვს ინფორმაციის მიღების უფლება.
და ეს არის ის ძირეული უფლება, რომლიდანაც მერე გამომდინარეობს უკვე სხვა უფლებების განხორციელებაც. ინფორმაციის მიღების უფლება გულისხმობს იმას, რომ ის უფლებამოსილია მიიღოს სრული ობიექტური, დროული, გასაგები ინფორმაცია და ამის მოთხოვნის უფლება აქვს სამედიცინო დაწესებულების მიმართაც, ექიმის მიმართაც და სახელმწიფოს მიმართაც კი. ეს უკვე შემხედრ ვალდებულებას წარმოშობს ექიმისას, რომ მიაწოდოს აი ამ კომპონენტებისგან შემდგარი ინფორმაცია და თითოეულიც რომ ძალიან ისე მოკლედ რომ შევეხოთ, ანუ სრული, იმიტომ რომ სრულყოფილი ინფორმაციას როდესაც მიიღებს პაციენტი, შემდეგ ის უკვე გადაწყვეტს ისარგებლოს თუ არა სამედიცინო სერვისებით, განაცხადოს თანხმობა შემდგომში სერვისების მიღებაზე, ან უარი, ან მოიძიოს სხვა ექიმი და ასე შემდეგ. გასაგები უნდა იყოს, იმიტომ რომ ძალიან ხშირად არის ხოლმე ისეთი შემთხვევები, რომ ექიმები გვესაუბრებიან სამედიცინო ტერმინოლოგიით, რაც ხშირ შემთხვევაში არის ძალიან რთული. ამიტომაც აუცილებელი არის, რომ გვესაუბრონ ადამიანური ენით და არა სამედიცინო ტერმინოლოგიით, იმიტომ რომ მეც როგორც იურისტმა, რომ დღეს მაგალითად რომ ვისაუბრო სრულად იურიდიული ტერმინოლოგიით, ალბათ ძალიან გაუგებარი იქნება საშუალო განათლების მქონე ადამიანისთვის, ან ისეთი ადამიანისთვის, რომელსაც საერთოდ არანაირი შეხება არ აქვს სამართალთან. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს უნდა იყოს გასაგები და ექიმი ამ შემთხვევაში ალბათ მოქმედებს რაღაცა ისე მედიატორის, მასწავლებლის როლში შეიძლება გამოვიდეს, რომელმაც ძალიან ზუსტად უნდა მიაწოდოს ადამიანს ინფორმაცია. აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს მისი მდგომარეობაც, იმიტომ რომ არის ხოლმე და კანონიც უშვებს ამის გამონაკლისს, რომ შეიძლება შეიზღუდოს გარკვეული ინფორმაციის მიწოდება პაციენტისთვის. ანუ თუ კი არსებობს რაღაცა გამონაკლის შემთხვევები, როდესაც შეიძლება სრული ინფორმაციის მიწოდებამ პირიქით დააზიანოს ის. ამიტომაც ჩვენ როგორც პაციენტებმა აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რომ გვაქვს სრულყოფილი ინფორმაციის მიღების უფლება. შემდეგ უკვე მოდის ინფორმირებული თანხმობა და მე თუ ვარ ინფორმირებული, შემიძლია რომ თანხმობა განვაცხადო სამედიცინო სერვისების მიღებაზე, იმიტომ რომ როდესაც მივდივარ ექიმთან, ვესაუბრები, ხანდახან არის ხოლმე რომ მე პირადადაც მქონია ეს შემთხვევა, რომ მაგალითად მომრიდებია დამატებითი კითხვების დასვლა ექიმისთვის, იმიტომ რომ ის არ გამოირჩეოდა ესეთი ცოტათი დიდათ არ იყო მჭერმეტყველი, ესე რომ ვთქვათ, ან არ უყვარდა ინფორმაციის მოწოდება, ხო? ესეთ დროს ჩვენ არ უნდა მოგვერიდოს, მაქსიმალურად უნდა გამოვწუროთ ეს ინფორმაცია და უნდა ვკითხოთ ყველაფერი ის, რაც გვაინტერესებს, იმიტომ რომ მე ჩვენ ვაცხადებთ უკვე თანხმობას შემდგომ სერვისებზე და იმაზე, რომ დადებითი ან რა უარყოფითი შედეგები შეიძლება მოყვეს კონკრეტული სერვისის მიღებას. ამიტომაც არის ინფორმირებული თანხმობა ძალიან მნიშვნელოვანი, უბრალოდ თანხმობის გაცხადება, რაც ხშირ შემთხვევაში შეიძლება იყოს წერილობითი ფორმით, აი მაგალითად ქირურგიული ჩარევა, როდესაც ხდება, აუცილებელი არის, რომ პაციენტმა წერილობით დააფიქსიროს ეს თანხმობა იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა რაღაცა კონკრეტული სერვისის მიღება. ამიტომაც ეს პირველ ეტაპზე არის ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღების. ასევე არის უარი. მე თუ მივიღებ მაგალითად რაღაც დაზუსტებულ ინფორმაციას კონკრეტულ სერვისთან დაკავშირებით, მე შემიძლია განვაცხადო საერთოდ უარი ამ სერვისის მიღებაზე თქვენთან, როგორც ექიმთან, ან თქვენთან, როგორც კლინიკასთან და წავიდე და მოვიძიო სხვა ექიმი, სხვა კლინიკა და უკვე ახალი უფლება წარმომეშვება, ეს არის მეორე აზრის მოძიების უფლება და უკვე ახალი, ანუ თავისუფალი არჩევანის უფლება, რაც გულისხმობს, რომ თავისუფლად შემიძლია ავირჩიო ნებისმიერი სამედიცინო სერვისის მიმწოდებელი და ამაში არ მსხუდავს არავინ. ასევე არის ძალიან მნიშვნელოვანი და დღესდღეობით განსაკუთრებით აქტუალური ეს არის კონფიდენციალურობა და პერსონალური ინფორმაციის დაცვა, იმიტომ რომ სამედიცინო ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაცია არის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემი, რაც გულისხმობს, რომ ეს არის განსაკუთრებით სენსიტიური და სხვა ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებები არის ამისთვის კიდევ დადგენილი, როგორც საქართველოს კანონმდებლობით და ევალებათ კლინიკებს. კლინიკები შედიან იმ ჩამონათვალში, რომლებიც ვალდებულნი არიან, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი ყავდეს, რაც კიდევ უფრო კარგად უსვამს ხაზს იმას, რომ ეს ამ ინფორმაციას სჭირდება განსაკუთრებული მოფრთხილება და მოვლა. იმიტომ რომ თითოეულ პაციენტს თვითონ შეუძლია რომ განსაზღვროს ერთი რომ მოსთხოვოს კლინიკას თავისი ინფორმაციის დაცვა და მეორე გამჟღავნება იმ მესამე პირზე, ვინც შეიძლება რომ მაგივრად მაგალითად მიიღოს ჩემი ინფორმაცია. იმიტომ რომ არის ხოლმე პრაქტიკაში ესეთი შემთხვევები, რომ მაგალითად მე ვერ მივდივარ და შეიძლება რომ ჩემს მამს წამოიღოს ჩემი ინფორმაცია, ან ჩემმა მეგობარმა წამოიღოს ჩემი ინფორმაცია. ესეთ დროს მე წერილობით უნდა დავაფიქსირო აუცილებლად. კლინიკამ უნდა მოახდინოს ამ ადამიანის იდენტიფიკაცია და მხოლოდ ამის შემდეგ
გუნდა გაიცეს ეს ინფორმაცია, ამიტომაც ესეც ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ კონფიდენციალურობის ნაწილი დღესდღეობით კიდევ უფრო მეტად გასული წლიდან, როდესაც შეიცვალა კანონი და კიდევ უფრო გამკაცრდა პერსონალური მონაცემების დაცვის მიმართულებით ვგულისხმობ, ეს არის ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი და კიდევ რაც ძალიან ისეთი შეიძლება იყოს ერთი მხრივ უცნაურიც, მე შემიძლია აბსოლუტურად კლინიკას მოვთხოვოს სრულყოფილი ინფორმაცია იმ ექიმის გამოცდილებაზე და კვალიფიკაციაზე, რომელთანაც მე შემდგომში უნდა ვიმკურნალო. აი მე მაგალითად მქონია ესეთი შემთხვევა პრაქტიკაში, რომ ქირურგიული ჩარევა მეგონა რომ უნდა გაეკეთებინა ერთ ექიმს, მაგრამ თურმე ჩემ ოპერაციას ესწრებოდა 3 ექიმი და ეს ექიმი უბრალოდ მეთვალყურებდა ამ პროცესს, ხოლო დანარჩენები უშუალოდ მონაწილეობდნენ, მაგრამ მე ამის შესახებ არ მქონდა ინფორმაცია. ეს შეიძლება ჩემი დანაშაულიც იყოს, რომ არ მოვიკითხე, მაგრამ არც კლინიკა დიდად არ ჩართულა ამ პროცესში, რომ ჩემთვის მოეწოდებინა. ამიტომაც ჩემი უფლება კი არის, მაგრამ მეორე მხრივ არის უკვე კლინიკის და ექიმის ვალდებულება, რომ მომაწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია და სახელმწიფოსი რომ გაავრცელოს და გახადოს მოსახლეობისთვის მარტივი გზით მიიტანოს მოსახლეობამდე ყველანაირი ინფორმაცია იმ სერვისებზე, იმ დაფინანსებაზე, რაც არსებობს და რითაც შეუძლიათ რომ მოქალაქეებს ისარგებლონ. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია და ყველა ადამიანმა, ყველა პაციენტმა, იმიტომ რომ როდესაც კლინიკაში მიდიხარ უკვე ითვლებ პაციენტად, უნდა იცოდნენ თავიანთი უფლებების შესახებ და ამიტომ ვფიქრობ, რომ ესეც განსაკუთრებით არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ სახელმწიფო ვალდებული არის, რომ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა დაიცვას, იყოს ფინანსური ხელმისაწვდომობაც უზრუნველყოს და ეს არის უკვე სოციალურ უფლებებში გადავდივართ პაციენტის და ამიტომაც ამასთან დაკავშირებით მაქსიმალურად უნდა ვიყოთ ჩვენ ინფორმირებულები. ესეთი კითხვა დაიბადა ალბათ ლოგიკურად და ალბათ მაყურებელშიც. უარი გვითხრეს ინფორმაციის გაცემაზე დაუშვათ. არიციან ან არ უნდათ რა მიზეს არ აქვს მნიშვნელობა. სად უნდა წავიდეთ? ვის უნდა მივმართოთ? პირველ რიგში ალბათ კარგი იქნება ესე უფრო მარტივი დაცვის მექანიზმი. პირველ რიგში კარგი იქნება თუ წერილობით მივმართავთ განცხადებით იმ კლინიკას, რომელიც უარს გვეუბნება რაღაც კონკრეტული ინფორმაციის გაცემაზე და აქ შეიძლება უბრალოდ ჩაწერონ, თქვათ, უარის მიზეზი. ან ზოგადად მიზეზი თუ რატო არ გვაწვდიან ამა თუ იმ ინფორმაციას, მაგრამ ესეთი მაინც შეიძლება რაღაც გარემოებები იყოს, რა თქმა უნდა, ან ამ გარემოებების მითითებით. შემდეგ უკვე შეგვიძლია მივმართოთ ზემდგომს, რომელიც არის მარეგულირებელი ამ შემთხვევაში ნებისმიერი კლინიკის. ეს შეიძლება იყოს სერვისების, ანუ ხარისხის მხრივ თუ კი მივდივართ, შეიძლება მივიდეთ სამედიცინო ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსთან, თუ კი მაგალითად საყოველთაო ჯანდაცვასთან დაკავშირებით გვაქვს რაიმე შეკითხვა უშუალოდ პროგრამასთან მიმართებით, ეს შეიძლება იყოს უკვე ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო და უკიდურეს შემთხვევაში უკვე შეგვიძლია რომ სასამართლოს გზით მოვითხოვოთ ჩვენი უფლებების დაცვა. სასამართლომდე გვაქვს ინსტანციები ეს. კი, რა თქმა უნდა, ინსტანციები არის სასამართლომდე, სადაც შეგვიძლია რომ მივიღოთ რაღაცა ინფორმაცია, საჩივარი დავწეროთ, ან განცხადებით შეიძლება მივმართოთ. ალბათ პირველი ეტაპი მაინც ყველაზე კარგი იქნება, რომ გქონდეს ესე რაღაცა გამონაკლის შემთხვევებისგან რომ თავი ავირიდოთ, რომ თვითონ კლინიკას მივმართოთ ოფიციალურად განცხადების ფორმით, იმიტომ რომ ნებისმიერ კლინიკას აქვს ამის საშუალება, რომ მოგვაწოდოს ინფორმაცია თავისი ადმინისტრაციული პერსონალიდან გამომდინარე, დავალდებულიც არის, იმიტომ რომ ინფორმაცია უნდა მოგვაწოდოს სრულყოფილი. შესაბამისად, პირველი ეტაპი ალბათ ჯობია რომ იყოს უშუალოდ კლინიკასთან ურთიერთობა და მათ წარმომადგენლებთან და შემდეგ უკვე მათ მარეგულირებელთან, რაც უფრო ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ სიპებში გამოიხატება. გავიგე, მივდივართ კლინიკაში და ვითხოვთ ინფორმაციას, ეს გასაგებია. ეხლა კითხვა სად უშუალოდ ტერიტორიულად რო ვთქვათ, მაგალითად, იგივე ცხოვრების ადგილს თუ აქვს მნიშვნელობა, პოლიკლინიკა იქნება ეს კლინიკა, სახელმწიფო კერძო, ამის არჩევის უფლება, თავისუფლება რამდენად აქვს პაციენტს? თუ კი პაციენტს არ აქვს მაგალითად კერძო დაზღვევა და მას უნდა რომ ისარგებლოს საყოველთაო დაზღვევით, და არის ბენეფიციარი, ესეთ შემთხვევაში შეუძლია ერთი რომ დარეკოს ჯანდაცვის სამინისტროს ხელხაზზე და მოიკითხოს რომელი ტერიტორიული ან მისი ტერიტორიისგან გამომდინარე, რომელი არის ყველაზე ახლოს მდებარე პოლიკლინიკა, კლინიკა, სადაც რომელიც ჩართულია ოღონდ ამ პროგრამაში და მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია უკვე რომ მივიდეს აღრიცხვაზე დადგეს უშუალოდ ამ კლინიკაში და მიიღოს ყველა ის სერვისი, რასაც თვითონ თვლის რომ სჭირდება, მაგრამ ექიმი დაუდასტურებს რომ ნამდვილად სჭირდება. პირველი ეტაპი მაინც ყველა
ამის შემთხვევაში არის ხოლმე ოჯახის ექიმთან გასაუბრება და შემდეგ უკვე ის განსაზღვრავს, რამდენად სჭირდება ამ პაციენტს დამატებითი კვლევები და შემდეგ გადაამისამართებს. ანუ პირველი ეტაპი არის კლინიკაში დარეგისტრირება და კლინიკაში მისვლა. ტერიტორიულობის პრინციპიც აქ არის დაცული და ძირითადად მაინც თითქმის, რაღაცა ბევრი კლინიკა არის ჩართული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში და ამიტომაც ძირითად შემთხვევაში მაინც მოქალაქეებს ვფიქრობ, რომ არ ექნებათ ხოლმე ამ მიმართულებით პრობლემა. ამიტომ შეუძლიათ, რომ დარეგისტრირდნენ და მიიღონ მერე უკვე საჭირო მომსახურება. საინტერესო დეტალი, თქვენ სიტყვებიდან გამომდინარე, ყველა არ არის ჩართული სახელმწიფო პროგრამაში. ეგეც უნდა განსაზღვროთ უკვე ინფორმაცია უნდა მოვიზიოთ ჯანდაცვის სამინისტროდან. ჯანდაცვის სამინისტროდან შეგვიძლია ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოშიც შეგვიძლია მიმართვის გაკეთება, მაგრამ ძირითად შემთხვევაში მაინც ყველაზე კარგი გამოსავალი არის ხოლმე ალბათ უფრო ცხელ ხაზზე დარეკვა, სადაც მოქალაქეები მიიღებენ დაწვრილებით ინფორმაციას, მაგრამ დიახ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ყველა კლინიკა არ არის ჩართული. ეს არის ჩვეულებრივი ესეთი სამართლებრივი სახელშეკრულება პროცესი, ასე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ კლინიკები აკეთებენ განაცხადს, რომლის საფუძველზეც შემდეგ უკვე ერთვებიან ამ პროგრამაში, აფორმებენ ხელშეკრულებას სახელმწიფოსთან, იმიტომ რომ ეს პროგრამები სახელმწიფოს მიერ ხორციელდება სახელმწიფოსთან და შემდეგ უკვე ამ ხელშეკრულების ფარგლებში და იმ დადგენილების ფარგლებში, რაც განსაზღვრავს საყოველთაო ჯანდაცვის პირობებს, ამ ფარგლებში უკვე შემდეგ მოქმედებენ კლინიკებიც. და მაყურებელს რო შევახსენოთ, ცხელი ხაზი არის 15:05. დიახ. მაინც მცირე დეტალი ისეთი 15:05 რომ იცოდეთ, არ დაგავიწყდეთ. მარტივი, მოკლე და ძალიან საჭირო. ეხლა რომ ვისაუბროთ, პროცესზე თვითონ როგორ მოვითხოვოთ, ესე იგი დაფინანსება. პრინციპში ვისაუბრეთ ამაზე, მაგრამ მაინც რომ განსაზღვროთ, წერილობითი ფორმა, ეს შეიძლება იყოს თუნდაც ფოსტით გაგზავნილი, თუ აუცილებლად უნდა დავлукოთ ჩვენი ხელით მივიტანოთ, ეგეთ დეტალები, ნიუანსებიო. ხო, ეს დეტალები არის განსხვავდება იმის მიხედვით, რა მომსახურებით სარგებლობა გვინდა ჩვენ. თუ კი ვინაიდან ჩვენ ახლა უფრო მეტად ვსაუბრობთ საყოველთაო ჯანდაცვას და არა კერძო დაზღვევაზე, რასაც გაცილებით უფრო მეტი ბენეფიტი მგონია რომ აქვს. საყოველთაო ჯანდაცვის შემთხვევაში, როგორც უკვე ვახსენეთ, თუ კი კლინიკა არის ჩართული ამ პროგრამაში, შესაბამისად გაცილებით უფრო მარტივია ასეთ დროს მათთან თანამშრომლობა, იმიტომ რომ მიდიხარ და პირდაპირ კლინიკას აქვს ყველანაირი წვდომა, ყველანაირი ბაზა იმასთან დაკავშირებით, რომ იდენტიფიკაციის შემდეგ, როდესაც მოხდება მოქალაქის ბენეფიციარის იდენტიფიკაცია, შემდეგ უკვე რომელ კატეგორიას მიეკუთვნება, რა სერვისებით შეუძლია რომ ისარგებლოს, სრულად ფინანსდება თუ არა სახელმწიფოს მიერ მისთვის აუცილებელი სამედიცინო სერვისები, რაც არის საკმაოდ მრავლად, თუ თანაგადახდა უწევს, ესეთ შემთხვევაში უშუალოდ როდესაც კლინიკა არის ჩართული ამ პროგრამაში, გაცილებით უფრო მარტივია, იმიტომ რომ იქვე იღებ ამ ინფორმაციას, რომ რა პროცენტულობით გიწევს მაგალითად თანაგადახდა. სხვა შემთხვევაში არის, რა თქმა უნდა, ასევე ისეთი სერვისებიც, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვით შეიძლება ისე პირდაპირ არ ფინანსდებოდეს, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტრო და ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოში განცხადების წარდგენით შესაძლებელი არის, რომ დაფინანსდეს. ეს შეიძლება იყოს მაგალითად საზღვარგარეთ მკურნალობა ან სხვა ისეთი დაავადებების მკურნალობა, რაც არ ექცევა ამ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, ან მაგალითად დაფინანსების პროცენტულობა არ არის სრული. ესეთ შემთხვევაში მოქალაქეებს უწევთ მთელი რიგი პროცედურების გავლა, რაც ვფიქრობ, რომ ხშირ შემთხვევაში შეიძლება იყოს დროში ძალიან გაწელილი, ძალიან დიდ ისეთ რაღაც რესურსთან დაკავშირებული, ოღონდ დროის რესურს გულისხმობ აქ, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ უნდა მიიღოს კლინიკიდან კალკულაცია, თუ რა ღირებულების არის ზოგადად ეს მომსახურება, შემდეგ არის თუ არა ეს, რომ მაგალითად საყოველთაო დაზღვევა არ ფარავს, ასევე არ აქვს კერძო დაზღვევა, შემდეგ მიდის განცხადებით ოფიციალურად სამინისტროში, სადაც უნდა ჩამოაყალიბოს მიზეზი, ფორმასი, ყველანაირი სამედიცინო დოკუმენტაცია უნდა დაურთოს და მხოლოდ ამის შემდეგ განიხილავს უკვე უშუალოდ სამინისტრო და სააგენტო ამ განაცხადს და იღებს გადაწყვეტილებას დაფინანსების
შესახებ. ეს შეიძლება იყოს რაღაც პროცენტულობით, ან სრულად, ან ასე შემდეგ, რაც იმ წლის, იმიტომ რომ ყოველწლიურად მტკიცდება სამედიცინო პროგრამები, სადაც არის ჩაშლილი, ვთქვათ, ეს რაღაცა თანხობრივი ლიმიტები არის განსხვავებულად დაწესებული და შეიძლება პრიორიტეტი მიენიჭოს რაღაც კონკრეტულ დაავადებას ან კონკრეტული სერვისით სარგებლობას და ამ ფარგლებში შემდეგ უკვე იღებენ გადაწყვეტილებას. აი, ჩემი კითხვა ეხლა საუბრიდან გამომდინარე ესეთი რომ ბიუროკრატიული ნაწილი, როგორც თქვით, რომ დროში იწელება და თუ არის გამონაკლისები, როდესაც შეიძლება ადამიანს ძალიან სასწრაფო საქმე აქვს და ეს ბიუროკრატია უკვე ართულებს ვითარებას. ამ დროს შეიძლება განსაკუთრებული პაციენტის, ესე ვთქვათ, სტატუსი მიენიჭოს და დაჩქარდეს პროცესი. ну ესეთ დროს მაშინ როდესაც განცხადება შედის, იქ უნდა მიეთითოს დამეტებით, რომ ვთქვათ რაღაცა დამეტებით გადაუდებელი მდგომარეობა არის მისი და ვთქვათ ალარმი აინთოს იმასთან დაკავშირებით, რომ მისი განცხადება უფრო სწრაფად განიხილონ და დაჩქარებულ ვადებში განიხილონ. და საშუალოდ ვიცით დაახლოებით რა პერიოდი შეიძლება გაიწელოს ეს ბიუროკრატიული? დაახლოებით ერთ შემთხვევაში მაინც უფრო განცხადების განხილვის ვადა არის ხოლმე 10 სამუშაო დღე, მაგრამ ის შეიძლება გაგრძელდეს 1 თვემდე ვადით და ნუ გამონაკლისის შემთხვევაში შეიძლება კიდე რა თქმა უნდა გადავადდეს кейსიდან გამომდინარე და ძირითად შემთხვევაში მაინც უფრო ხო რაღაც 1 თვემდე შეიძლება გაიწელოს. დიდი პერიოდი. იმიტომ ჩაგეძიეთ, რომ ხშირ შემთხვევაში პაციენტებზე ხო მექიმებთან საუბრის დროს აღმოჩნდა, რომ ფსიქოლოგიურ ნაწილს დიდი მნიშვნელობა აქვს და ალბათ აი ესეთი ასპექტები მით უმეტეს პაციენტისთვის ძალიან მძიმე არის კიდე ცალკე სანერვიულოდ. თქვენ საუბარში გავიგე ორი კიდე ფრაზა. ერთი რომ უნდა განისაზღვროს კატეგორია პაციენტის, ვინც ითხოვს ანუ ესე იგი გვაქვს კატეგორიები და როგორ განისაზღვრება, ეს არის პირველი კითხვა. მეორე კითხვა კი იქნება შემდეგი. ესე იგი განისაზღვრება კონკრეტული შემთხვევებით რამდენი დაფინანსება. ყოველ ჯერზე სრულად არ ფინანსდება ყველა სერვისი. ხო, კატეგორიის მინიჭება ამასთან დაკავშირებით ეს დადგენილებაში არის ჩაშლილი. ის პირები, იმ სტატუსის მქონე ადამიანები, რომლებიც ექცევიან, ვთქვათ, მაგალითად ესე პირველი კატეგორია რო ავიღო, რომ დავყოთ რა პირობითად, A, B, C კატეგორიათ მაგალითად რომ მოვიხსენიოთ, ხო, არიან პირველ კატეგორიაში მაინც ერთად შედიან უფრო შეზღუდული სოციალურად დაუცველები, რომელთა ქულა ტოლია ნაკლებია 70,000-ზე. ესენი ასევე არიან ადამიანები, რომლებიც თავშესაფარში ცხოვრობენ. ასევე არიან დევნილები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები და მათთვის ძირითადად სამედიცინო სერვისები უფრო მეტად, ანუ ესენი ისეთ კატეგორიაში ექცევიან, რომელთა სერვისები თითქმის 100%-ით ფინანსდება. შემდეგ უკვე მოდი შემდეგ კატეგორიაზე რო ვისაუბროთ, ესენი არიან უფრო ძირითადად პენსიონერები, ბავშვები 0-დან 5 წლამდე, სტუდენტები, აქაც არიან ასევე კიდევ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებიც შეიძლება მოექცნენ, რომელთა მომსახურებაც ასევე უფრო მეტად 100%-ით ფინანსდება, მაგრამ შეიძლება რომ თანაგადახდაც იყოს და შემდეგი კატეგორია არის უკვე დანარჩენი ადამიანები, რომლებსაც უფრო ნაკლები დაფინანსება აქვთ, ძირითადი პროცენტული გადანაწილება მაინც 70-30-ია ხოლმე, თანაგადახდის ფარგლებში მათ უწევთ გარკვეულ სერვისებზე თანხის დამატება, ესე რომ ვთქვათ. და ნუ ესენი ძირითადად არიან უფრო ასაკობრივი კატეგორიაც რო განვიხილოთ, ძირითადად უფრო 18-დან საპენსიო ასაკამდე და ალბათ რატომაც შეიძლება ესე რომ იყოს, ვივარაუდოთ არის ის, რომ ესენი ძირითადად შეიძლება ექცეოდნენ უფრო კერძო დაზღვევის ფარგლებში, ანუ ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ძირითად შემთხვევაში არიან დასაქმებული და კერძო დაზღვევით სარგებლობის შანსი მათ მიერ უფრო დიდია, იზრდება და შესაბამისად უფრო ნაკლები დაფინანსება შეიძლება ქონდეთ სახელმწიფოს მხრიდან ესეთ ადამიანებს. თუმცა არის რა თქმა უნდა გარკვეული სერვისები, რომლებიც სრულად ფინანსდება, ეს არის მაგალითად ოჯახის ექიმის მომსახურება, ეს არის გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, ანუ სასწრაფოს გამოძახება, ტრანსპორტირება, ეს არის სრულიად უფასო და კიდევ არის რა თქმა უნდა ძალიან ბევრი შეიძლება ეს იყოს მაგალითად სისხლის ანალიზი, საერთო ან ის ძირითადი ლაბორატორიული სერვისებიც, რაც აუცილებელი არის პირველ ეტაპზე პაციენტ
პაციენტისთვის, რასაც ოჯახის ექიმი მაინც ალბათ მისი ზოგადი მდგომარეობის შეფასებისთვის ნიშნავს ხოლმე. ეს სერვისები ყველა კატეგორიისთვის არის უფასო თუ მანდაც განისაზღვრება? ეს სერვისები ძირითადად ყველა კატეგორიისთვის არის უფასო. კი, ოჯახის ექიმის მომსახურება, გადაუდებელი სამედიცინო დახმარება არის უფასო. კი ბატონო. ეხლა რომ გადავიდეთ მეორე კითხვაზე, რაც არის აი დაფინანსების პროცენტულობის განსაზღვრაზე. ეს პროცესი როგორ მიდის და რა ეს პროცენტულობაც სწორედ ეს არის, ანუ იმ კატეგორიების მიხედვით, ანუ ის ბენეფიციარები, რომლებიც არიან მაგალითად სოციალურად დაუცველები და რომელთა ქულაც არის ნაკლები, უფრო ექცევიან პირველ კატეგორიაში, რომელთა სერვისებით სრულად ფინანსდება 100%-ით და შემდეგ უკვე მოდიან დანარჩენი კატეგორიის ადამიანები, რომლებზეც ვისაუბრეთ, რომლებიც შეიძლება იყვნენ, შეიძლება უფრო თანადაფინანსებით დაფინანსდეს მათი სამედიცინო სერვისები. განსაზღვრა ძირითადად, რომ ბენეფიციარი რომელ კატეგორიას მიაკუთვნოს არის, ანუ ეს არის ბენეფიციარზე მორგებული მისი სტატუსიდან გამომდინარე, ეს შეიძლება იყოს ასაკი, ეს შეიძლება იყოს მისი სოციალური მდგომარეობა, ეს შეიძლება იყოს მისი უნარებიდან გამომდინარე, სოციალური სტატუსიდან გამომდინარე, განისაზღვრება რომელ კატეგორიას შეიძლება რომ მიენიჭოს ის. შეიძლება თუ არა, აი პროგრამის დაფინანსება გადავიდეს კერძო დაზღვევაზე. თუ არის ეგეთი შემთხვევები, გამონაკლისები? კერძო დაზღვევის შემთხვევაში, ანუ გადავიდეს ესე როგორც გადაკვეთა შეიძლება მოხდეს, მაგრამ ერთმანეთ, ანუ ესე როგორ ვთქვათ, რომ ორმაგი დაზღვევა რომ მოხდეს, მაგალითად, რომ საყოველთაომაც დააფინანსოს და კერძომაც დააფინანსოს, ესეთი შემთხვევები არ ხდება. ძირითადად არის ხოლმე ის ნარჩენი ღირებულების დაფინანსებასთან დაკავშირებით, რომელსაც მაგალითად კერძო დაზღვევა არ ფარავს. ანუ ჩვენ თუ ავიღებთ ესეთ შემთხვევას, როდესაც პაციენტი არის დაზღვეული კერძო დაზღვევით და სარგებლობს რომელიმე სადაზღვევო კომპანიის მომსახურებით, ესეთ შემთხვევაში საყოველთაო დაზღვევამ შეიძლება დააფინანსოს ის ნარჩენი თანხა, რომელიც არ მოექცევა კერძო დაზღვევის ფარგლებში. მაგრამ ისე რომ კერძო დაზღვევამაც დააფინანსოს და საყოველთაომაც ერთი და იგივე მომსახურება ერთი და იგივე ფარგლებში, ესეთი რაღაც არ ხდება. ნუ ეს რა თქმა უნდა ამას თავისი მიზეზებიც გააჩნია, რომ თავიდან იყოს არიდებულია ეს სწორედ ეს ორმაგი დაზღვევის ნაწილი და ასევე როგორც დაზღვევა, ისე საყოველთაო დაზღვევა, როგორც კერძო დაზღვევა, ისე საყოველთაო დაზღვევა, ძირითადად საყოველთაო დაზღვევა ყველა ვარიანტში უხდის თანხას კლინიკას და არ ხდება მაგალითად ეს პაციენტისთვის ჩარიცხვა და შემდეგ, ანუ კლინიკაში ფარავს ამ კონკრეტული პაციენტის სამედიცინო მომსახურების ღირებულებას. კერძო დაზღვევის შემთხვევაშიც, ნუ გააჩნია პროვაიდერი კლინიკა არის თუ არა პროვაიდერი კლინიკა არის, ამის მიხედვით განსხვავდება უკვე დაფინანსების მეთოდი. შეიძლება კლინიკის ან პოლიკლინიკის არჩევანმა უშუალოდ იმოქმედოს დაფინანსების რაიმე ფაქტორზე, ან პროცენტულობაზე, ან ის დროზე, ან რაღაც ასეთ. კი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ თუ კი მაგალითად ახლა ჩვენ როგორც აღვნიშნეთ, თუ კი საყოველთაო დაზღვევაში არ არის ჩართული კლინიკა, შესაბამისად ის ვერ ისარგებლებს ამ საყოველთაო დაზღვევის სერვისებით და მოუწევს თვითონ ღირებულების დაფარვა. კერძო დაზღვევის შემთხვევაშიც მაგალითად გააჩნია პოლისს, რაც აქვს კონკრეტულ ადამიანს, თუ კი არის მაგალითად ძირითად შემთხვევაში მაინც ესე ხდება ხოლმე, რომ კერძო დაზღვევის დროს ყურადღება ექცევა არის თუ არა პროვაიდერი კლინიკა და არა პროვაიდერი კლინიკა, იმიტომ რომ დაზღვევები თავიანთ პაკეტებში განასხვავებენ ხოლმე პროცენტულობას, პროცენტული დაფარვა შეიძლება უფრო მეტი იყოს პროვაიდერ კლინიკაში. ვიდრე არაპროვაიდერ კლინიკაში, იმიტომ რომ ძირითად შემთხვევაში არაპროვაიდერ კლინიკაში დაზღვეულს უწევს თვითონ სრული ღირებულების გადახდა და შემდეგ აფინანსებს უკვე დაზღვევა იმ რაღაც პროცენტულობას, რაც განისაზღვრება პოლისით და პროვაიდერ კლინიკაში პირდაპირ უკვე დაკლებულ ღირებულებას იხდის, ესე რომ ვთქვათ და უფრო ხელსაყრელი შეიძლება იყოს პაციენტისთვის ეს. ექიმის მიერ დანიშნულება შეიძლება ეს დაფინანსდეს საყოველთაო დაზღვევით, მედიკამენტები, მაგალითად ან კვლევები. კი, როგორ არა, მედიკამენტები შეიძლება რომ დაფინანსდეს და არსებობს სია, ესე რომ ვთქვათ, თანდართული არის ის მედიკამენტები, რომლებსაც ჯენერიკები ძირითადად რომლებსაც აფინანსებს, რომლებიც ფინანსდება საყოველთაო დაზღვევით და ესეთ დროს პროცესი არის გაცილებით გამარტივებული, იმიტომ რომ მაშინ როდესაც ექიმი ნიშნავს
ანუ გამოუწერს წამალს მაგალითად პაციენტს. პაციენტისთვის ძალიან ხელსაყრელია, იმიტომ რომ როდესაც მიდის აფთიაქში და ეუნება შესაბამის კოდს, უკვე იხდის მხოლოდ რაღაცა ნაწილს და აღარ უწევს მთლიანი ღირებულების გადახდა და ეს ელექტრონულად გაცილებით უფრო გამარტივებული არის და ხელსაყრელი არის თითოეული პაციენტისთვის, იმიტომ რომ პირდაპირ აქვთ აფთიაქებს ინფორმაცია ამ გამოწერილი აფთიაქების შემთხვევაში თუ არის ამ პროგრამაში მყოფი აფთიაქების სია ესე ვთქვათ და ეგ თუ მოქმედებს. პროგრამაში, ანუ აფთიაქებსაც შეიძლება გქონდეთ, რომ კონკრეტულ აფთიაქში შეიძლება იყოს უფრო მეტი ფასდაკლება. აი მაგალითად, კერძო დაზღვევის შემთხვევაში არის ხოლმე, რომ რომელიმე კონკრეტულ აფთიაქს შეიძლება გქონდეს კიდევ უფრო მეტი ფასდაკლება და ამიტომაც პაციენტისთვის ეს შეიძლება ერთგვარი მარკეტინგული ხრიკიც იყოს. პაციენტისთვის უფრო მოსახერხებელი არის და რა თქმა უნდა, ხელსაყრელი არის, რომ მივიდეს ისეთ აფთიაქში, სადაც უფრო მეტი ფასდაკლება არის და ისარგებლოს უფრო დიდი დაფინანსებით. კიდევ ერთი ფაქტორი. ვახსენეთ, სასწრაფოს გამოძახება უფასო არის, რაც ძალიან კარგია, რა თქმა უნდა. თუმცა ხშირად ყოფილა შემთხვევა, რომ აი უკმაყოფილება გამოუთქვიათ, მაგალითად, რა საავადმყოფოში, კლინიკაში წაუყვანიათ პაციენტი. აი ამის გადაწყვეტა როგორ ხდება ეს? მხოლოდ გეოგრაფიული მიზეზებით თუ კიდევ სხვა ფაქტორებია? ამის გადაწყვეტა ძირითადად ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტებას იღებს, რა თქმა უნდა, სასწრაფო, რომელიც მოდის და არის ლოგიკურადაც რომ ვიმსჯელოთ, რა თქმა უნდა, გეოგრაფიული პრინციპი ამ შემთხვევაში არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ როდესაც ადამიანი იძახებს სასწრაფოს, ნიშნავს იმას, რომ მას გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება სჭირდება, შესაბამისად ძალიან სწრაფად უნდა აღმოუჩინონ მას დახმარება, ამიტომაც ითვალისწინებენ გეოგრაფიულად ახლომდებარე კლინიკებს, შემდეგ უკვე ხდება ამ კლინიკებში თავისუფალი ადგილების გარკვევა, ესე რომ ვთქვათ, და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება უკვე პაციენტის გადაყვანა, ანუ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ბრიგადის და პაციენტის ურთიერთობა ამ შემთხვევაში მაქსიმალურად არის მორგებული და უნდა იყოს მორგებული კლასიკურ შემთხვევაში პაციენტის საჭიროებაზე და იმაზე, რომ დროული და სწრაფი მომსახურება მიიღოს ამ პაციენტმა და ამიტომაც ხდება გადაყვანა იმ კლინიკაში, რომელსაც შეუძლია რომ მიიღოს ეს კონკრეტული პაციენტი და შემდგომი მართვაც მოახდინოს, იმიტომ რომ მარტო ემერჯენსი პაციენტის მოვლა არ არის საკმარისი. და პაციენტს მაინც თუ შეუძლია დაუშვათ აირჩიოს, თუ აქვს უფლება აირჩიოს საწაიყვანო. პაციენტს შეუძლია, რა თქმა უნდა, რომ აირჩიოს და შეუძლია რომ შესთავაზოს თვითონაც, რომ მაგალითად შეიძლება დაზღვევით სარგებლობდეს ის და რომელიმე პროვაიდერი კლინიკა იყოს და ერჩივნოს იმ პროვაიდერ კლინიკაში გადაყვანა, მასთან ახლომდებარე კლინიკაში და ესეთ დროს შესაძლებელი არის, რა თქმა უნდა, რომ სასწრაფომ გაითვალისწინოს მისი თხოვნა და მის ის გარემოებები, რომ მას სურს აი ამ რაღაც კონკრეტულ კლინიკაში მომსახურების მიღება. ეხლა რომ ვისაუბროთ გადაუდებელ სტაციონარზე. ყოველთვის სრულ დაფინანსებას იწვევს თუ მაგალითად მე მქონია შემთხვევები, რომ 10%-ის გადახდა მაინც პაციენტს მოუწია. აი მანდ როგორ არის თუ განსაზღვრული არის მაგალითად ყველაფერი? ეს გააჩნია სერვისს, ანუ გააჩნია რომელი სერვისით უწევს პაციენტს სარგებლობა და ამის მიხედვით განისაზღვრება უკვე თუ საყოველთაოდ საუბრობთ არის ჩამონათვალი, მთელი რიგი ჩამონათვალი იმ სამედიცინო სერვისების რა ფარგლებში შეიძლება მოუწიოს პაციენტს თანადაფინანსება, ხოლო კერძო დაზღვევის შემთხვევაში ასე არის, ან პოლისით არის განსაზღვრული, სად რა პროცენტულობით უწევს პაციენტს თანაგადახდა. და თანადაფინანსება იმ სერვისის, რომელიც უნდა მიიღოს. ამიტომ ეს ალბათ უფრო კონკრეტულ სერვისზე არის დამოკიდებული, რა საჭიროებაც დგას ამ შემთხვევაში პაციენტისთვის და ამის შესაბამისად ხდება ის გამორკვევა. ეხლა რომ შევახოთ ქრონიკულ დაავადებებს. მათ შემთხვევაში როგორი ვითარება არის? მაინც ქრონიკული დაავადებაც ცოტა ჩვენ ქვეყანაში არ არის და საკმაოდ ბევრი ადამიანი არის. ამ პრობლემით და მათი ვითარება როგორ არის? ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში არის რაღაც ქრონიკული დაავადებების გარკვეული ჩამონათვალი.
რომელიც ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამები ამას აფინანსებს. თუმცა ეს ძირითადად არის დაკავშირებული დიაბეტთან, დიაბეტის მართვასთან და განსაკუთრებით ბოლო წლებში უფრო ხდება ცვლილებები დიაბეტის მართვის პროგრამაში და უფრო მეტად ხდება დაფინანსება, ანუ რაღაცა ყველა კომპონენტის მოცვა ხდება პერიოდულად. ასევე არის ონკოლოგიის შემთხვევაშიც ონკოპაციენტების მკურნალობასთან დაკავშირებით, თუმცა აქ არის გულისხმობა საზღვარგარეთ მკურნალობა, საქართველოს ტერიტორიაზე მკურნალობა, ესეც ძირითად შემთხვევაში მაინც ექცევა დაფინანსების სფეროში და ხშირ შემთხვევაში სრულ დაფინანსებაშიც და ქრონიკური დაავადებები, რა თქმა უნდა, გაცილებით უფრო რთულად შეიძლება იყოს, ვთქვათ, დარეგულირებული და ისეთი მარტივი მოწესრიგების საგანი არ იყოს, როგორც ჩვეულებრივი პროფილაქტიკური კვლევები, თუმცა მაინც არის გარკვეული, რაც უკვე აღნიშნე, გარკვეული დაავადებები, რომელთა მკურნალობა და მართვა და დაფინანსებაც ხდება ჯანდაცვის პროგრამების მეშვეობით. ეხლა ცოტა რთულ საკითხზე გადავიდეთ. თუ პაციენტი უკმაყოფილოა მკურნალობით, რაც სამწუხაროდ ხშირად ხდება, ექიმის შეცდომა, არასწორი მკურნალობა, ესეთი ბევრი რამ ხდება ხოლმე სამწუხაროდ. მაგ შემთხვევაში ვისთან უნდა მივიდეს? მაგ შემთხვევაშიც ასევე ძალიან კარგი იქნება თუ კი პირველ რიგში პაციენტი მიმართავს სამედიცინო ეთიკის კომისიას, რომელიც ყველა კლინიკაში ძირითად შემთხვევაში არის შექმნილი, რომელმაც უნდა განიხილოს სწორედ ეს პაციენტის უკმაყოფილება და მთელი რიგი ვალდებულებები აქვს ეთიკის კომისიას და მოითხოვოს ახსნა განმარტება კონკრეტულ პრობლემასთან დაკავშირებით. მაგალითისთვის თუ მაგალითად განვიხილოთ არასრულ ყოფილი სამედიცინო სერვისი ან ძირითადად ხარისხთან დაკავშირებით პრობლემა, ან იგივე სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებასთან დაკავშირებით, ესეთ შემთხვევაში პაციენტი უმჯობესი არის თუ მიმართავს ჯერ კლინიკას და მოითხოვს ახსნა განმარტებას, თუ რატომ შეექმნა მას პრობლემა, ვინ გაუწია მაგალითად სამედიცინო სერვისი ან როგორ გაეწია, როგორ მოხდა დოკუმენტაციის წარმოება. ამის შემდეგ უკვე მას უფლება აქვს მიმართოს სამედიცინო რეგულირების სააგენტოს, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს, რომელიც არის ჯანდაცვის სამინისტროს CP და უშუალოდ მას ეხება სამედიცინო მომსახურების ხარისხთან, დოკუმენტაციასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და მათ შეუძლიათ რომ შეამოწმონ მათი დებულების შესაბამისად ისინი ვალდებულნიც არიან მოქალაქეთა განცხადების საფუძველზე რომ დაიწყონ მოკვლევა კონკრეტულ кейსთან დაკავშირებით თუ რამ გამოიწვია პაციენტის უკმაყოფილება, როგორ გაეწია სერვისი, იყო თუ არა, ჰქონდა თუ არა კლინიკას შესაბამისი ნებართვა ლიცენზია იმ კონკრეტული პროფილის ექიმი, იყო თუ არა დაკონტრაქტებული, მან გაუწია თუ არა ნამდვილად ეს კონკრეტული მომსახურება პაციენტს, როგორ იყო სამედიცინო დოკუმენტაცია ნაწარმოები, მიეწოდა თუ არა პაციენტს შესაბამისი ინფორმაცია და სხვა მთელი რიგი ღონისძიებები, რაც ზოგადად გაიდლაინებით არის დადგენილი, ამის შესაბამისად გაეწია თუ არა პაციენტს მომსახურება. ამის შემდეგ უკვე რა თქმა უნდა რეგულირების სააგენტომ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება მაგალითად ექიმისთვის ლიცენზიის შეჩერების შეწყვეტის შესახებ, ასევე კლინიკისთვის საქმიანობის უფლების განხილვა შეიძლება მოხდეს და უკვე პაციენტ შემდეგ შეუძლია რომ მიმართოს სასამართლოს და სასამართლოს გზით მოითხოვოს თავის დარღვეული უფლების აღდგენა, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს როგორც მორალური ასევე მატერიალური ზიანში და მოითხოვოს ამის ანაზღაურება უშუალოდ კლინიკისგან, რომელიც ვალდებული იყო რომ მისთვის სრულყოფილი სერვისი გაეწია. შესაძლებელი თუ არის სასამართლომდე მივიდნენ, ესე ვთქვათ, შეთანხმებამდე და ანაზღაურდეს მორალური ზიანი. რა თქმა უნდა, შეიძლება აბსოლუტურად ეს კლინიკის და პაციენტის ურთიერთობის საგანია და ესეთ შემთხვევაში შეიძლება რომ მაგალითად აი ყოფილა ისეთი შემთხვევები, რომ მაგალითად თუ კი პაციენტი ფიქრობს, რომ მაგალითად შეცდომა იყო დაშვებული მის დიაგნოზში, ან არ სურს ამ კონკრეტული ექიმის მიერ რომ გაეწიოს სერვისი და უნდა სხვა ექიმთან გადამისამართება, ისეთ დროს რა თქმა უნდა კლინიკას აბსოლუტურად ძალიან თავისუფლად ყოველგვარი დამატებითი განცხადებების, საჩივრების და სარჩელების გარეშე შეუძლია რომ მოაგვაროს ეს პრობლემა, მაგალითად განმეორებითი ანალიზები ჩაუტარდეს, განმეორებითი კონსულტაცია მიიღოს პაციენტმა, ამიტომაც კი, რა თქმა უნდა, შესაძლებელი არის რომ პირველივე ეტაპზე მოხდეს ამ პრობლემის მოგვარება.
კი ბატონო. გამომრჩა წინა კითხვაზე, ასევე მინდოდა მეკითხა არასწორი ანალიზების პასუხების შემთხვევაში, რაც ასევე ხშირი ფენომენი არის ჩვენ ქვეყანაში. აი ამის გასაჩივრება როგორ ხდება? მით უმეტეს, ანუ ესე ვთქვათ, უფრო ფაქტებით დასაბუთებული არის, რომ გაქვს დოკუმენტი, შეგიძლია შეადარო სხვა ლაბორატორიას და რამოდენიმეს თუნდაც და თქვა, რომ აი შეცდომა დაუშვეს. ხო, აი ესეთ დროს სწორედ აღნიშნეთ თქვენ, რომ იმიტომ რომ შეიძლება მე უბრალოდ ვფიქრობდე, რომ მაგალითად რომელიმე ლაბორატორიამ რაღაც არასწორი დიაგნოზი დასვა და ესეთ დროს თუ არის შესაძლებელი ობიექტი, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია. ესეთ დროს ალბათ ყველაზე კარგი იქნება თუ კი პირველ ეტაპზე, რა თქმა უნდა, ისევ მივმართავთ კლინიკას და მოვითხოვთ მაგალითად განმეორებით ანალიზებს და შევხედავთ, ნახავთ მაგალითად პირველსა და მეორე ანალიზის შორის თუ კი არის დიდი დრო გასული ან ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით თუ არ არსებობს მაგალითად რაღაცა ისეთი გამონაკლისის შემთხვევები ან გამამართლებელი შემთხვევები, რამაც რასაც შეიძლება გავლენა მოეხდინა არასწორ შედეგებზე, კიდე განსხვავებულ შედეგებზე. ესეთ დროს შეგვიძლია მოვითხოვოთ ერთი ეს, რომ განმეორებითი ანალიზების ჩატარება და ესეთ დროს კლინიკა ვალდებული არის, რომ მან მოახდინოს ამ შეცდომის გასწორება, ესე რომ ვთქვათ. რა თქმა უნდა, ისევ ალბათ განცხადებით მიმართოთ, თუ რამ გამოიწვია ეს კონკრეტული და რამ გამოიწვია ცდომილება კონკრეტულ ანალიზებს შორის, იმიტომ რომ ამან შეიძლება მერე გამოიწვიოს არასწორი მკურნალობა და საერთოდ სავალალო შედეგი დადგეს. შემდეგ უკვე ისევ რეგულირების სააგენტოსთვის მიმართვა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს კონკრეტული კლინიკის მიერ გაწეული მომსახურება არ იყო მაღალხარისხიანი, არ იყო ჯეროვანი და სთხოვოს გარკვეული ღონისძიებების გატარება პირველ ეტაპზე შემოწმება და შესაბამისი მტკიცებულება თუ გვაქვს, იმიტომ რომ თქვენ თვითონ აღნიშნეთ, რომ მაგალითად სხვა კლინიკის ლაბორატორიაში მიღებული შედეგებიც გვაქვს, ასევე განმეორებითი შედეგების ანალიზიც გვაქვს. ესეთ დროს უფრო მარტივი არის, რომ შევადაროთ ერთმანეთს და უფრო თვალსაჩინო შეიძლება გახდეს, რომ ნამდვილად შეცდომა არის რომელიღაცაში. შეიძლება ორივეშიც კი. ესეთ დროს კარგი იქნება, კარგი არა, სწორი იქნება, როდესაც მიმართავთ რეგულირების სააგენტოს და ვთხოვთ კონკრეტული კლინიკის შემოწმებას. არ ვიცი, პრინციპში მე რაც მომზადებული მქონდა კითხვები ამოვწურეთ და იმაზე მეტიც აღნიშნეთ და იმედი მაქვს, რომ ჩვენ მაყურებელსაც ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივაწოდეთ. ბოლოსკენ გვაქვს ტრადიციულად ორი კითხვა ხოლმე, თუმცა თქვენი პროფესიიდან გამომდინარე ვერ კითხავთ ახლა ექიმობა რატომ აირჩიეთ თქო. ამიტომ კითხავთ როგორი პაციენტი ხართ? მე ვარ მორიდებული პაციენტი. აი თავში რო აღნიშნე უფლებების ნაწილში, რომ ინფორმაციას არ ვითხოვ, ესე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ აი მაგალითად ზოგადად ექიმებთან მივდივარ ძალიან ბევრი გაკითხვის შემდეგ და რომ ნამდვილად პროფესიონალია და ნამდვილად გამოცდილია და ნამდვილად ესე იგი რქვია, ტყუილად არ დამინიშნავს ანალიზებს და უბრალოდ არ ვიქნები მსხვერპლი, აი ამ ბევრი იმისი რა ქვია პროცედურის და შემდეგ უკვე მე თვითონვე რაც ვთქვი და ყველა პაციენტთან თქვენ მაყურებელსაც ვთხოვე რომ მოითხოვონ ინფორმაცია, მე თვითონ ვარღვევ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ არ ვარ ხოლმე თამამი. აი მაგალითად მქონია ერთ-ერთ ექიმთან ისეთი შემთხვევა, რომ საერთოდ ანუ რო ვკითხე, უბრალოდ ისეთი სახით გამომხედა, რომ აღარ მინდოდა აღარაფრის კითხვა და ვენდე რომ ნამდვილად კარგი პროფესიონალი იყო და ამაში არ შევწდი, მაგრამ სხვა შემთხვევაში ხო, ცოტა ეს ნაწილი მიჭირს ხოლმე, იმიტომ რომ მერიდება რაღაცა დამატებითი კითხვების დასმა ექიმისთვის. სხვა შორის ბევრ ქართველს ეგ მორიდება უშლის ხოლმე ხელს. მაგრამ კარგი თვისება მაქვს, კარგი პაციენტი ვარ იმ ხრივ, რომ არ ვგუგლავ შედეგებს და ხო, არ მივდივარ იქამდე, რომ აუცილებლად სიმსივნე მაქვს ყველაფრის, რაც ძირითადად არის ხოლმე ყველა დაავადების და ყველა უარყოფითი ანალიზის შედეგი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა სტუმრობისთვის, საინტერესო საუბარი გამოვიდა. შევახსენებ ჩვენს მაყურებელს, რომ თქვენ გაქვთ უფლება დაიცვათ თქვენი ჯანმრთელობა. კიდევ ერთხელ დაიმახსოვრეთ მარტივი ნომერი 1505, შეგიძლიათ დარეკოთ და მოითხოვოთ ინფორმაცია. ამით იწყება ყველაფერი. შემდეგ უკვე ნელ-ნელა იმედია, რომ სხვა დანარჩენსაც მოითხოვთ და საკუთარ ჯანმრთელობას გაუფრთხილდებით, იმიტომ რომ ამაზე ძვირფასი მართლაც არაფერი არ არის. ახლა პაციენტი არის ვიზიტზე კლინიკა იომედში, სადაც მე დავინტერესდი მანუალური თერაპიით, უფრო სწორი რო ვიყო მანუალური მედიცინით.
მიმართულებით, რომელიც ჩვენთან ძირითადად არის გაიგივებული ხერხემლის ტკივილებთან და თიაქარის პრობლემებთან, მაგრამ სინამდვილეში მანუალური თერაპია და მანუალური მედიცინა გაცილებით უფრო ფართო მიმართულება არის. ამის შესახებ გავიგებთ 2 წუთში. წამოყვებით. ახლაც რო შევხედოთ გვერდიდან ეს ხელი უკეთესად ავიდა ვიდრე ის. თუმცა ესე იგი მე ვიტყოდი რომ შეიძლება პრობლემა იქ არის, მაგრამ ჩივილი აქ არის, ხო? მანუს ეს ნიშნავს ხელს, თერაპია მკურნალობას. ის რაც ხელით ხდება, ანუ თუ ადამიანი მეორე ადამიანს უკეთებს ხელით სამკურნალო ან ასე ვთქვათ მაკორექტირებელ ზემოქმედებას, ამას ქვია მანუალური თერაპია. და მანუალური თერაპია ოდითგანვე არსებობდა, ძველ ეგვიპტეში, ძველ საბერძნეთშიც იყენებდნენ ამას და მე ნელ-ნელა ტრანსფორმირება მოახდინა და მანუალური მედიცინა ჩამოყალიბდა, ანუ მედიცინა, რომელიც ხელებით მკურნალობს ამა თუ იმ დაავადებას. დღესდღეობით მოსახლეობაში მანუალური თერაპია ასოცირებულია, რომ მარტო ძვალსახსროვან სისტემას მკურნალობენ, მაგრამ ეს ასე არ არის. რადგან მანუალური თერაპია თუ კი ხელით ვეხებით, ჩვენ შეგვიძლია ბევრ რამეს შევეხოთ ადამიანის სხეულზე და ვუმკურნალოთ თავს, შინაგან ორგანოებს, ყელყურცხვირის მიდამოს და ძვალსახსროვან სისტემასაც, სადაც ძირითადი ადგილი ხერხემალსა და სახსრებს უკავია. რიგ ქვეყნებში ეს არის მარტო სამედიცინო სპეციალობა. ეს რას ნიშნავს, რომ მარტო ექიმს, რომელსაც აქვს უმაღლესი სამედიცინო განათლება, შეუძლია მხოლოდ გახდეს მანუალური თერაპია. და ზოგიერთ ქვეყანაში ქიროპრაქტიკების დონეზე არის, ეს პარამედიცინა არის. თუმცა მე ვთვლი, რომ მანუალური თერაპევტი უნდა იყოს სამედიცინო განათლებით და მე ჯერ ჩემი საბაზისო განათლება არის ოჯახის ექიმი და მე როდესაც არ დამაკმაყოფილა ამ თერაპიულმა მიდგომამ, მე წავედი მანუალურ თერაპიაში და აქაც აუცილებელი იყო, რომ მე ჯერ უმაღლესი განათლება მქონოდა, ორდინატურა ან რეზიდენტურა გარკვეულ კლინიკურ სპეციალობაში და მე უკვე დამატებით მანუალურ თერაპია მიიღო ამ ხრივ განათლება, მანუალური თერაპიის ხრივ. აქ უფრო ასე უკეთესად ტრიალებს ვიდრე ეს. ესე იგი, პრობლემა აქაც არის. ოდნავ ეს კარგად მოდის და აქეთ უჭირს. აი ამ დონეს ხაზებს. პირველი ეს არის ტკივილი. ტკივილი ძვალსახსროვანი სისტემის. წვავა იქნება თუ ქრონიკული. მანუალური თერაპევტის შეუძლია დაადგინოს თუ საიდან მოდის, იმიტომ რომ მან კარგად იცის ანატომია, ნევროლოგია და კავშირები ანატომიური და რეფლექტორული. და ამის საფუძველზე მას აქვს უკვე წარმოდგენა თუ საიდან მოდის ტკივილი და რა მანიპულაცია უნდა გააკეთოს. და გარკვეული ტესტებია, ესეთ რელევანტური, ანუ უფრო დამადასტურებული და ეს ბიომექანიკური ტესტებია. მაყურებელს მაინც უნდა უთხრათ, რომ ძალიან ბევრს წარმოსახვეში მასაჟა დააქვს, მანუალური თერაპია და ეს აბსოლუტურად განსხვავებული. მასაჟიც კი მანუალური მედიცინის ნაწილია, მაგრამ მანუალური თერაპია უფრო ღრმა ზემოქმედებისაა, ვიდრე მასაჟი. ვიყენებთ ყველანაირ კვლევას. მე თუ მაინტერესებს მაგალითად და დიაგნოზის დროს, ან ხელით გასინჯვის დროს ეჭვი მაქვს, რომ მაგალითად შინაგანი ორგანოებიდან ეს არის არეკლითი ტკივილს ეძახიან მედიცინაში, მოდის გარკვეული სიგნალები და ის იწვევს კუნთურ დაჭიმულობას, მაშინ მე ვეუბნები, წადი ეხოსკოპია გაიკეთე, ან მაგნიტურ რეზონანსული, რომ ვიცოდეთ შინაგან ორგანოებში რა ხდება და რა თქმა უნდა ხერხემალში, რენტგენი, კლასიკური მედიცინის გაგებით ყველა კვლევა ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ხო ექიმები ვართ პირველ რიგში და მე უკვე მანუალური თერაპევტები. ბევრს აქვს სტრესისგან და ნერვებისგან ეს დაჭიმულობა და ძალიან ხშირად სტრესის გამო ხდება ხოლმე. ან ინერვიულა, შესაბამისი კუნთები იძაბება ხოლმე, თუ თირკმელმა გადმოისროლა ადრენალინი, ნორადრენალინი, კორტიზოლი და ასე შემდეგ, მაშინ წელმა შეიძლება გაუჭედოს, აი ეთქინოს ადამიანს, იმიტომ რომ შესაბამისი რეფლექტორულად ასე ვთქვათ, რეზონანსული კუნთები დაიჭიმოს, თეზოწელის კუნთები, რაც უფრო შორსასულია და მე ვიტყოდი, რომ საქართველოში ცვეთის ხარისხი ძალიან მაღალია ადამიანებში. მე სხვა ქვეყანაში მოღვაწეობდი და ვცხოვრობდი და შევადარებდი, რომ განსხვავდება რადიკალურად. ანუ თანამედროვე საქართველოში პაციენტი თუ კი მოდის, ეს არის ძალიან გაცვეთილი. მისი რესურსი მისულია თითქმის აი გამოფიტვის ზღვრამდე. ამიტომ ის თუ მე მაგალითად ადრე შემძლე 1-2 სეანსი იგულისხმობ 1 ან 2 სამკურნალო პროცედურის ჩატარება, აქ ეს არ არის საკმარისი. კიდევ გარკვეული ცვლილებებიც მოხდა უმოძრაობამ
და ესე იგი ჩვენ გავზარდეთ თუ ინფორმაციული ერაში შევედით, ინფორმაცია უმოძრაობამ, ეკოლოგიურმა გარემომ და ცხოვრების ნირი შეგვეცვალა, ამან გამოიწვია კიდე გაახალგაზრდავება და ავადებების და ადრე თუ ის პრობლემები 50 წლის ადამიანს 60 წლის აწუხებდა, დღეს უკვე 20-23, ანუ 18 წლიდან უკვე პრობლემები აქვს. წელის ტკივილი თიაქ არის. 84%-ზე მეტია მიმართვიანობა წელის ტკივილისა. სოფლიო დონეზე ვამბობ. ეს ხო საკმაოდ სერიოზული ეკონომიური და სოციალური პრობლემაა, იმიტომ რომ მერე უკვე ეს წელის ტკივილი გადადის ქრონიკულ ფორმაში. და მერე აქ ჯიბეც სარიელდება, შედეგებიც არ არის და პრობლემაც არის. ძალიან ხშირად მიდის დაინვალიდებამდეც კი, იმიტომ რომ შეიძლება ოპერაცია არ გაამართლოს და ის გაკეთებული ოპერაცია თიაქარზე მერე იქვე გაჩნდეს, რასაც რეციდივი ქვია, ან კიდე სხვა ადგილას. და აქ უკვე მაშინ მანუალური თერაპიის თვალსაზრისით ვიტყვით, რომ ბიომექანიკა ოპერაციის დროს არ ითვალისწინება. მანუალური თერაპიამაც უნდა შეხედოს, რომ თუ კი ბიომექანიკურად სხეული მოწყვლად მდგომარეობაშია, მაშინ უკვე ალბათობა რომ გაჩნდება რაიმე ცვეთა ხარისხის სახსრის ამა თუ იმ რეგიონში ეს იქნება მუხლის თუ ხერხემალში ძალიან დიდია. ქალის ფსიქოემოციური ბუნებიდან გამომდინარე, ჩივილები უფრო ხშირია ქალებში. და კაცის ბუნებიდან ასე გზერელი მიდგომიდან გამომდინარე, კაცი ხანდახან არ ჩივის, მაგრამ თუ კი მოდის უფრო დაშლილი მოდის, ბოლოს უკვე ასე ვთქვათ, სტადიაზე მოდის. და ხშირად მაინც ქალები მოგმართავენ, იმიტომ რომ გეტყვით ახლა მშობიარე ქალი, ანუ დედა, როგორც კი ხდება ქალბატონი, ახალგაზრდა, იქ უკვე იწყება პრობლემები, იმიტომ რომ მშობიარობა ეს გარკვეული სტრესია მაინც ბიოლოგიური ორგანიზმისთვის და ის დედა აძლევს მთელ რესურსებს. ამიტომ ქალებში გამოფიტვა უფრო მეტია ვიდრე მამაკაცებში. მეორე ოსტეოპათი. ესეც მანუალური თერაპიის დარგია, ჩვენთან ასაკობრივი შეზღუდვა არ არსებობს. ყველაზე პატარა პაციენტი იყო 5 დღის და ასაკოვანი უკვე ასაკს არ აქვს. თუ კი ადამიანი გადაადგილდება და ადეკვატური აზროვნებისაა, მშობიარობის დროს მიღებული ტრავმები ეს იქნება ამოვარდნა, ან კისერმრუდობა, ან სხვადასხვა რაღაცები. ცუდად ძინავს, ცუდად ყლაპავს, ცუდად წოვს. ჩვენ ხო თავის ქალაზეც მუშაობთ, ამიტომ აქ ნერვულ რეგულაციის ნერვულ სისტემაზეც მოქმედებთ. აი, მე ჯერ არაფერი არ ეგრეთ წოდებული ჩატკაცუნება არ გამიკეთებია, ხო? და რატომ? მე კატეგორიულად მომხრე ვარ შემდეგი თანმიმდევრობის, რომ ძვალი ემორჩილება გუნდს, გუნდი ორგანოს, ორგანო ნერვულ სისტემას. მე თუ კი თერაპევტი ვარ, თავს ვართმევ, როგორც ოჯახის ექიმი, მაგრამ როცა ვეუბნები გასტროენტეროლოგია, ენდოკრინოლოგია, გინეკოლოგია, ჩვეულებრივ, ანუ ჩვენ როგორც ჩვეულებრივია კლასიკური კონვენციული მედიცინის დარგი, თანამშრომლობთ სხვადასხვა სპეციალისტებთან. ჭირდება მე მასაჟისტთან, წადი ეს პროცედურა გაიკეთე, შეიძლება ეს გაიკეთო. არის რომ ნერვულ ქირურგთანაც გაგვიგზავნე, იმიტომ რომ როდესაც ხედავთ, რომ ჩვენი კომპეტენცია იქ თავდება და გარკვეულ პროცედურებს შედეგი არ მაქვს და რატომ უნდა გაუძვიროთ, ან რატომ უნდა მოვატყუოთ პაციენტი, ვაგზავნოთ უკვე საჭირო სპეციალისტთან. თუ კი წვავე პერიოდია და ვატყობ, რომ იქ ხელით მე ვერაფერს ვერ გავხდები, მაშინ უკვე მედიკამენტოზე ადეკვატურად ვუდგებით ყველაფერს. ანუ აქ ყველა კაცობრიობამ ხო მოიპოვა ეს ყველა ცოდნა. ეს ყველაფერი უნდა მიმართული იყოს ადამიანის საკეთილოდ, როგორც არ შეიძლება. ეს არის გადაუდებელი სამედიცინო, გადაუდებელი მდგომარეობა, რომელიც ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, მოტეხილობა ჩვენ ახლა მანუალურ თერაპიაზე ხო ლაპარაკი, როდესაც სასიცოცხლო ფუნქციებს ემუქრება გარკვეული რისკი, ფსიქიური აშლილობა და მაღალი ტემპერატურა. ჩვენ არ ვიცით რა რითაა გამოწვეული და ეს იქნება ინფექცია, ონკოლოგია თუ ასე შემდეგ. ეს არის უკუჩვენება, რაც კლასიკურ მედიცინაშიც უკუჩვენებად არის. ხარი? ხო. აქ მეორე მომენტი აქვს სხვილი ნაწლავი. ეს ანუ კუჭ-ნაწლავის მხრივ მისახედია და მაშინ კონტური მუშაობა და სახსრებიც შეთანწყობილად იქნება. ვიპოვეთ ძაღლის თავი სადარი დამაგული. მისახედია ეს კი რა თქმა უნდა ტრავმა იყო, მაგრამ ამ ტრავმის გარდა უკვე იყო წინაპირობა და იმიტომ მოხდა ასე. აი ასე ძვირფასო მაყურებლებო, მოვედით იმისთვის, რომ გაგვეგო ამ საინტერესო მიმართულების შესახებ უფრო მეტი, რასაც ქვია მანუალური მედიცინა, როგორც აღმოვაჩინეთ და ამასთან ერთად ჩემი პატარა მხრის ტკივილი აღმოჩნდა, რომ არის რაღაცა პრობლემის ესე ვთქვათ თავი და თავი. ასე რომ თქვენც ვერ დაიჯერებთ, შეიძლება გეგონოთ, რომ ძალიან ჯანმრთელები ხართ, მაგრამ ერთი ესეთი უწყინა ვიზიტი შეიძლება ძალიან ბევრი პრობლემის აღმოჩენის ეს ერთგვარი ხერხი იყოს. ასე რომ გისურვებთ ჯანმრთელობას, მაგრამ
გირჩევთ რომ თუ რაიმე ჩივილები ან პრობლემები გაქვთ და ვერ გაგიგიგათ თუ რისი ბრალია ეს, არსებობს მედიცინის ისეთი დარგი, რომელიც ამის გაგებაში დაგეხმარებათ. მანუალური თერაპია ძალიან კარგი ყოფილა. მარცხენა გვერდზე წოლას უდიდესი სარგებელი მოაქვს ორგანიზმისთვის. გლიფატური სისტემა არის ცენტრალური ნერვული სისტემის, ასე ვთქვათ, გასაწმენდი სისტემა, რომელიც ხელს უწყობს ტვინიდან ნარჩენი პროდუქტებისა და ტოქსინების გამოდევნას. იგი განსაკუთრებით აქტიურია ძილის დროს და გადამწყვეტ როლს თამაშობს ტვინის ჯანმრთელობაში, მეხსიერებაში და ნეიროდეგენერაციული დაავადებების პრევენციაში. ის უზრუნველყოფს ტვინის უჯრედშორისი სითხის გაცვლას. ამ სითხის მოძრაობის რეგულირებას, არასაჭირო მეტაბოლური პროდუქტების გამოდევნას და ტვინის იმუნურ დაცვას. გლიმფატურ სისტემაში ძირითადი ნაკადი მარცხენა მხრიდან იძენს მიმართულებას, სადაც უმეტესი ლიმფატური სითხე დრენაჟდება თორაკალურ დუქტში, ანუ ლიმფური სისტემის მთავარ მილში. შემდეგ ეს ჩაედინება მარცხენა მხარის გულში, მარცხენა შინაგანი იუგულარულ ვენაში და მარცხენა სუბკლავიურ ვენაში. მარცხენა გვერდზე ძილი აძლევს გრავიტაციას საშუალებას დაეხმაროს ლიმფატური სითხის დრენაჟირებას, რაც პროცესს უფრო ეფექტურს ხდის. მარცხენა გვერდზე ძილი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, რადგან არ ტვირთავს ვენა კავას, ანუ ორგანიზმის ყველაზე დიდ ვენას. ეს პოზიცია უზრუნველყოფს უკეთეს სისხლის ნაკადს გულსა და ორგანოებში, განსაკუთრებით ღვიძლსა და თირკმელებში. ასევე განსაკუთრებით სასარგებლოა ორსულობის დროს. ასევე მარცხენა გვერდზე ძილი აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციას, რადგან არ ახდენს წნევას ღვიძლის ზედა ნაწილზე, აუმჯობესებს სისხლის ნაკადს და ეხმარება ორგანიზმს ბუნებრივ დეტოქსიკაციაში. ამ კვლევის ავტორები არიან მედიცინის დოქტორი ჰელენ ბენვენისტე დანიიდან და ფილოსოფიის დოქტორი ჰედოკ ლი ამერიკიდან. აი ამ სრულიად მარტივ ქმედებას თქვენი ჯანმრთელობის გაუმჯობესება შეუძლია. იცოდეთ თქვენი ჯანმრთელობის უფლებები, გამოიწერეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სასარგებლო ინფორმაცია. გისურვებთ ჯანმრთელობას. მომავალ შეხვედრამდე.